მოგესალმებით, დავით ბალხამიშვილი. დღევანდელ ვიდეოში მინდა ვისაუბრო საღლაპავი მილის თიაქარზე, რომელიც ალანაკლებ გავრცელებულია პაციენტებში, როგორც უყურებ. დავიწყებ ზოგადი ახსნით, რა არის ეს საღლაპავი თიაქარი. სურათზე ხედავთ საღლაპავს, რომელიც უერთდება კუჭს და უყურებთ, რომ კუჭი და საღლაპავი გაყოფილი არიან ერთგვარი ხაზით და ამას ის არის დიაფრაგმა, რომელსაც აქვს ერთგვარი გუმბათის ფორმა აქვს და ძალიან დიდ როლს ასრულებს ეს დიაფრაგმა ზოგადად ორგანიზმის სწორ ფუნქციონირებაში, შიგნით არსებული ორგანოების და სისხლძარღვების სწორ ფუნქციონირებაში. ეხლა დღეს არ გავამახვილებ ამაზე ყურადღებას, მაგრამ ამ დიაფრაგმაზე მინდა მივაქცო ყურადღება, რომ დიაფრაგმა და ყოფს კუჭის საღლაპავისა და კუჭს ერთმანეთისგან და ზუსტად როდესაც ეს დიაფრაგმის არხი დუნდება, ეს კუჭის გარკვეული ნაწილი ადის გულმკერდის დონეზე, იბერება და ქმნის ერთგვარ გამობერილ ფორმას, რასაც უკვე ეძახიან თიაქარს. ძირითადად არჩევენ ორი ტიპის თიაქარს, ეს არის ცურავი თიაქარი, რაც ყველაზე ხშირად ხდება. ეს არის ყველაზე გავრცელებული ფორმა, როდესაც კუჭის ნაწილი და საღლაპავის ქვედა ნაწილი დროდადრო გადადიან გულმკერდის ღრუში და შემდეგ უბრუნდებიან თავის ადგილს. ეს უფრო ადვილი სამართავია კურნალობის კუთხითაც, როდესაც ვაკეთებთ ვისცერალურ მასას. შემდგომი არის უფრო რთული ფორმა, ეს არის პარაეზოფაგიური თიაქარი. ეს იშვიათია, მაგრამ უფრო სერიოზული ფორმა, როდესაც კუჭის ნაწილი გულმკერდის ღრუში რჩება საღლაპავის გვერდით, რაც შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, როგორიცაა სისხლის მიწოდების შეფერხება. და გარდა ამისა, ეს ნაწილი ერთგვარად გამობერილი ფორმა, ერთგვარი იზოლირებული ფორმას იღებს, რამაც შეიძლება განაპირობოს მასში ეს ტოქსინების, შლაკების დაგროვება და სხვა ინფექციების წარმოქმნის მიზეზიც გახდეს და შეიძლება სიმსივნური წარმოქმნის მიზეზიც გახდეს. რა შეიძლება იყოს მიზეზები და რისკ ფაქტორები ამ პრობლემის განვითარების? ეს არის ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები, ანუ ასაკში რო შედის ადამიანი კუნთური სისტემა დუნდება და ამას სჭირდება ტონუსში მოყვანა, რადგან დასუსტებული ორგანოებს ახასიათებთ ერთგვარი გარდანაცვლება მცირედით, მაგრამ ამანაც შეიძლება განაპირობოს პრობლემები, როგორც არის იგივე ეს საღლაპავი მილის თიაქარი. დიაფრაგმის კუნთების დასუსტება, ასევე ჭარბი წონა, ხშირი ხველება ან ღებინება, ანუ იგულისხმება ის, რომ მაგალითად შეიძლება ადამიანს შეხვდეს ვირუსი, რაღაცა გაცილება, რამაც ხშირი ხანგრძლივმა ხველამ რაღაცა ღებინების შეგრძნება, თქვათ მოწამვლის ფონზე ხომ მუდმივმა ესეთ გაღიზიანებამ გამოიწვიოს ზუსტად დაძვრა და კუჭის აწევა ზევით გულმკერდის დონეზე და ზუსტად ამ თიაქრის გამოწვევა. ასევე მძიმე წონების აწევა მათ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის წნევის გაზდამ, რაც ხშირია ხოლმე ორსულებში, როდესაც ნაყოფი იზრდება და უკვე ეს ნაყოფი აწვება ზევით კუჭს და გადაადგილებს კუჭს ზევით. რა შეიძლება იყოს ასევე სიმპტომები? გულძმარვა, როდესაც სიმჟავიანობის შეგრძნება გვაქვს, როდესაც ადის ყელში. ასევე შეიძლება იყოს შეგრძნება, როდესაც ვთქვათ საკვები, რომელიც მივიღეთ, შეიძლება გრძნობთ თუ რაღაცა ამოდის ზევით და რაც უფრო ხშირი შეგრძნება ეს უკვე მიუთითებ და შეიძლება ზუსტადაც ამ თიაქარზე. ყლაპის გაძნელება, როდესაც ვთქვათ საკვებს მივიღებთ და ძნელად ჩადის საკვების. და ზოგადად აი ეს საკვებთან მიმართებაში მინდა თქვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ მონელებას, როგორ ვღეჭავთ საკვებს, იმიტომ რომ საკვების მონელება იწყება პირის ღრუდან და როდესაც ჩვენ პატარა ლუკმებს ვიღებთ, არა დიდ ლუკმებს, უფრო ადვილად მუშავდება და ყლაპის დრო სასურველია ხოლმე, რომ აი როგორც ფაფა ისეთი ჩავიდეს ორგანიზმში, კუჭში ეს საკვები და უფრო ადვილად ამუშავებს უკვე კუჭი და შედგულ ნაწლავებიც ამ საკვებს, ვიდრე თქვათ დიდი ლუკმები გადავყლაპებთ და ეს დიდი სამუშაო ჩატარება უწევს, ასე ვთქვათ, უკვე ორგანიზმს. ასევე მუცლის შებერილობა და უსიამოვნო შეგრძნებები შეიძლება განაპირობოს ზუსტად ასე ეს გაზების დაგროვება, აწვება
კულტს და ახდენს მის ზევით აწევას და ზუსტადაც ეს შეგრძნებები იწვევს გულმკერდის დონეზე სიმძიმის შეგრძნებას, შეიძლება ტკივილის გაჩენას გამოიწვიოს ეს გულმკერდის დონეზე. ამიტომ აი ეს ნიუანსები გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან ეფექტურად იმართება ვისცერალური მასაჟით, ანუ ხდება დიაფრაგმის სპაზმის მოდუნება, თუ მოდუნებულია ტონუსში მოყვანა, კუჭის ადგილზე დაბრუნება სპეციალური მასაჟის ტექნიკებით და შემდგომ უკვე პაციენტის სწორი ვარჯიშების მიცემა, რომ პაციენტმა ისწავლოს ამ პრობლემის მართვა, რომ როგორც თქვი ეს არის კუნთი, კუნთს ახასიათებს მოდუნება და თუ ტონუსში მოყვანა არის სწავლა პაციენტმა, ამის მართვა რომ შეიძლება გახდეს მიზეზი ისევ თავიდან გამეორების. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს რჩევები, ჯანმრთელობას გისურვებთ.